ევროკავშირის ლიდერები უკრაინის დახმარების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ, თუმცა უნგრეთის გარეშე. შემაჯამებელი დოკუმენტის 14 პუნქტი, რომელიც უკრაინის დახმარებას ეხება, ევროპული საბჭოს ხდომაზე ვიქტორ ორბანის გვერდისავლით დაამტკიცეს. უკრაინის დახმარებას ბლოკის 27-დან 26-მა წევრმა დაუჭირა მხარი. ვიქტორ ორბანისგან განსხვავებით დოკუმენტს ამჯერადაც დაუჭირა მხარი სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ, რომელიც ასევე გამოირჩეოდა უკრაინის სასარგებლო ინიციატივების საწინააღმდეგო პოზიციით. ევროპული საბჭო იხსენებს უკრაინისთვის ევროკავშირის სამხედრო დახმარების გაძლიერების ინიციატივებს, კერძოდ უმაღლესი წარმომადგენლის მხრიდან წევრი სახელმწიფოებისა და სხვა მონაწილე ქვეყნების მიერ ნებაყოფლობით გაზრდილი მხარდაჭერის კოორდინირებისთვის. უკრაინის გაძლიერება, რომ ევროპის თავდაცვის გაძლიერებას ნიშნავს, ამის შესახებ ლიდერებმა განცხადებების შეხვედრის დაწყებამდე გააკეთეს. ევროპული საბჭოს ლიდერები მიესალმებიან ყველა ძალისხმევას, რომელიც მიმართულია სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად. გამოქვეყნებულ დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ევროკავშირი კვლავ მზადაა რუსეთზე ზეწოლის გასაძლიერებლად დამატებითი სანქციებით. მივესალმები პრეზიდენტ ტრამპის განცხადებას, რომ შეერთებული შტატები ცდილობს მოიძიოს უკრაინისთვის დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემები. ეს უმნიშვნელოვანესი საკითხია. განვიხილავთ კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია უკრაინისთვის და ჩვენი თავდაცვისთვის. უკრაინასთან დაკავშირებით გამოვედი ინიციატივით 5 მილიარდის ღირებულების შეიარაღების გადაცემის შესახებ, ასე რომ უნდა დავიწყოთ სიტყვებიდან მოქმედებაზე გადასვლა. რაც უფრო ძლიერი იქნება უკრაინა ბრძოლის ველზე, მით უფრო ძლიერი იქნება მოლაპარაკებების მაგიდასთან. სხდომაზე დისტანციურად ნორვეგიიდან ჩაერთო უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. მან ევროპელ კოლეგებს ინფორმაცია მიაწოდა რუსეთის ბოლოდროინდელ თავდასხმებზე, ასევე მის სატელეფონო საუბარზე შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და დაგეგმილი ნაბიჯების შესახებ. სამწუხაროა, რომ ამას ვამბობ, მაგრამ ზეწოლა ასევე საჭიროა ევროპის შიგნით, რომ შესრულდეს ნებისმიერი დაპირება. უბრალოდ ანტიევროპულია, როდესაც ერთი ადამიანი ბლოკავს გადაწყვეტილებებს, რომლებიც მნიშვნელოვანია მთელი კონტინენტისთვის. ევროპული ძალისხმევა, რომელმაც უნდა მოიტანოს მეტი უსაფრთხოება და მშვიდობა, მუდმივად წინააღმდეგობას აწყდება. ეს ჩემი აზრით არასწორია. ევროპელმა ლიდერებმა ყურადღება გაამახვილეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ რუსეთის მიერ უკრაინის ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე განხორციელებულ თავდასხმებზე და განაცხადეს, რომ რუსეთის აგრესიული პოლიტიკა ნდობას არ იწვევს. რუსეთი აყენებს არაგონიურულ მოთხოვნებს უკრაინის მიმართ. ეს მკაფიოდ აჩვენებს, რომ მას არ სურს გარიგების დადება და ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა. უკრაინა ყველაფერს აკეთებს ამისთვის და ძალიან კარგად და სამართლიანად იქცევა. მაგრამ არ აქვს არანაირი პირობები წამოყენებული ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით და მზად არიან დაუყოვნებლივ შეწყდეს ცეცხლი. მაგრამ რთულია, როდესაც ერთი მხარე თანახმაა, მეორე კი არა. მაგრამ შეერთებული შტატები დაინახავს, ვინაა კარგი ბიჭი და ვინ ცუდი, ვინ ხდის შეუძლებელს გარიგების დადებას. ეს უკრაინა ნამდვილად არ არის. ყურადღებით ვადევნებთ თვალს რა ხდება. აშკარად იყო დარღვევა, მაშინვე განხორციელდა შეტევა ენერგოინფრასტრუქტურაზე, მაგრამ იმედი გვაქვს მშვიდობის დამყარების და ცეცხლის შეწყვეტის, მაგრამ ყველა იმ ცნობის გათვალისწინებით, რასაც ვიღებთ და რას ვუყურებთ რუსეთის აგრესიის სახით ბოლოს 3 წელია, სკეპტიკურად ვარ განწყობილი. უკრაინის გამოცდილებიდან გამომდინარე რთულია პუტინის ნდობა, მაგრამ მნიშვნელოვანია გამოვიყენოთ ბიძგი, რომელიც შეერთებული შტატების ახალმა პრეზიდენტმა შექმნა. ევროპელი ლიდერების განხილვის ოფიციალურ დღის წესრიგში დღეს არ ყოფილა საქართველოს საკითხი. ამის შესახებ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს შეხვედრის დაწყებამდე დაუსვეს კითხვები. კერძოდ პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიმართვაზე, რომლითაც მან ლიდერებს საქართველოს დღის წესრიგში შეტანისკენ მოუწოდა და ამას ასაბუთებდა კონკრეტული მიზეზებით დემოკრატიის, სუვერენიტეტისა თუ სტრატეგიული კუთხით. ამის შესახებ ზურაბიშვილმა ლიდერებს წერილი გაუგზავნა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად მოამზადა. არ ვარ ინფორმირებული, რომ საქართველოს საკითხი გვაქვს დღის წესრიგში, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ქართული ხალხი დაიცავს საკუთარ უფლებას და დემოკრატიულ ღირებულებებს. ლატვიას ყოველთვის კარგად ესმოდა, რამდენად რთულია იბრძოლოს საკუთარი თავისუფლებისთვის, რადგან ჩვენ საერთო ისტორია გვაქვს. როგორც იცით, საქართველოს საკმაოდ ხშირად არის განხილვის დღის წესრიგში. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ექს-პრეზიდენტმა მოგმართა. ეს არ აჩვენებს, რომ მხარდაჭერის ნაკლებობაა. რა თქმა უნდა, შეშფოთებულები ვართ და ეს ბევრჯერ გამოხატეთ სხვადასხვა გზით. ასე რომ ჩვენი ფიქრები დღესაც იქნება საქართველოსთან და ჩვენი მოთხოვნების სწორი მიმართულებით რეფორმირების შესახებ კვლავაც იგივე დარჩება.
სალომე ზურაბიშვილის წერილში წერია, რომ არ შეიძლება შავი ზღვის შესახებ დისკუსიაში არ იყოს განხილული საქართველოს საკითხი და რომ საქართველოს ბედი არ უნდა გაიმიჯნოს უკრაინისგან, ისევე როგორც არ უნდა მოხდეს საქართველოს საკითხის გვერდისავლა უკრაინაში მშვიდობის შესახებ დისკუსიებიდან. წერილის თანახმად საქართველოს მმართველი ძალა ანგრევს სახელმწიფო ინსტიტუციებს და არღვევს ფუნდამენტურ უფლებებს. ამ ფონზე რუსეთი ალტერნატიული ჰიბრიდული ინსტრუმენტების გამოყენებით გავლენების გაძლიერებას ცდილობს. 4 თვიანი საპროტესტო აქციების ფონზე შექმნილი კრიზისიდან ერთადერთ გამოსავლად წერილში ახალი საპარლამენტო არჩევნებია დასახელებული.